ეს 9 თვის ანასტასია. ამბავი, რომელსაც დღეს ჩერნოვეცკის ფონდი გიამბობთ. სულ საგიფორი აქებთ. და ალბათ ვერასდროს შეძლებთ ამ ისტორიის დავიწყებას. მარკოიძეების ოჯახი ალბათ ერთადერთია საქართველოში, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით შუაგულტყეში, აი ამ მიტოვებულ ფერმაში ცხოვრობს. ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, რომ 9 თვის ანასტასია ყოველწუთ შესაძლოა ტაცებელი ცხოველების მსხვერპლი გახდეს, რომლებიც დღისითაც კი სტუმრობენ ფერმის ტერიტორიას. მქონდა ბინა ადიგენში, საიდანაც გამოგვასახლეს, მოგვიყვანეს აქ ძველი ფერმაა, სადაც ახლა ჩვენ ცხოვრობთ. სოფლიდან იმდენად შორს ცხოვრობთ, ფაქტიურად ცხოვრობთ ტყეში. აი ცხოველებთან ერთად ცხოვრობთ. ღამე როგორც კი დაბნელდება ხოლმე, ტურები ეზოში შემოდიან. რა ვიცი, გაუსაძლისია ყველაფერი. არ გვაქვს წყალი, შუქიც კი ძალიან იშვიათად გვაქვს. ვერ მივდივართ ხოლმე სოფელშიც, გზაც არ არის. ტელეფონიც არ გვაქვს, რომ დაგვჭირდეს რაღაცა, მეთო დაგვიფაროს ცეცხლი გაგვიჩნდეს და რაღაცა, ვერავისთან ვერ ვეკავთ. ბავშვებიც კი როდესაც ავად ხდებიან და სასწრაფოს გამოძახება გვიწევს, სასწრაფოც კი არ ამოდის ჩვენამდე. აუტიზმის მქონე ბავშვს განსაკუთრებით ჭირდება ხოლმე ექიმები, ბავშვს ჭირდება მედიკამენტებიც დახმარება. არის ხოლმე ისეთი შემთხვევებიც, რომ სახში საჭმელი საერთოდ არ გვაქვს და აი ფიქრობთ, რომ რა მივაწოდოთ ბავშვებს. მეგობრებო, სასწრაფოდ ბავშვები უნდა გამოვიყვანოთ ამ დანგრეული ფერმიდან. თუ გავერთიანდებით, პატარა კოტეჯის ყიდვას მაინც შევძლებთ. არ მივატოვოთ ბედის ანაბარად 22 წლის დედა, რომელიც ამ სამყაროში ყველასგან დავიწყებულია. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.